ვიწყდებოდი. შარისაც ვაცმევინებდიან პლანეტისას. მაშინ როგორ დაგაცი? როგორ და შენიდან უშათოდ გავიდა. რომცა გადიოდა არ გავუჩვენე. ილაუთენია გავიდა. აი ჯერ კიდევ ვიძეჭა. შინ შუათვისაც დაბრუნდა და თქვა, ფილტვები ვკივაო. ასპირინი თუ გაალებია. მინდოდა მიმეცა, მაგრამ დაიჟინა, ვეღარ მიშვედისო. ეგენი სულ ასე ამბობენ. კაცების ბრალი კი არა, დაშნის ნაჩვენები ვკივაო მაცინებდა. დაშნა, რაღაც უაში. მეცე გამიკვირს, აი ვუთხარი შინიდან უშათოდ რომ გახოდი, აი მაგიტომ გაციდი მეთი. მან კი დაიჟინა, დაშნა მიჩვიდესო. თვითონ რატომ უნდა ეჭვიდათ? მეცე ვუთხარი, თუნდე ჭვიდათ შინიდან უშათოდ რომ გახოდი, აი მაგიტომ გაციდი მეთი. მან კი დაიჟინა, დუელი მქონდა და იქ მიჩვიდესო. და თქვენს დაუჯერეს. არ დავუჯერე, მაგრამ ზედ შემოსასვლელში ჩაიგეცა და უმალვე მოვუდა. ორივეს ვიცნობ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათაკ პირველად არ ხდება. თუმცა ამ დროს და თანაც ერთად არასდროს მინახავს. შეულები სამეფო. ეს ქალბატონი კაფეში მხოლოდ შუა დღემდე შემოდის. აი ის კი მხოლოდ ნაშრომებს. შავ სამოში გამოწყობილებსაც პირველად ხედავ. არც მარტვანი მოსულან აქ, მათ ყოველთვის ახვდათ თანამგზავრი. ვინ იყვნენ ისინი? ქმრები? საყვარლები. მოდით გავცადოთ. გლოვიარად არიან. თუმცა გაუყურებელია ვის გლოვობენ ქმრებს? საყვარლებს. მარზე გლოვიარე ყოფილი შესაძლოა საყვარელთან გამოჩნდა, მაგრამ საყვარელთან გლოვიარე მართლა ვერ გამოჩნდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ისინი თავიანთ საყვარლებს ელოდებიან და არა ქმრებს. ჩვეულები სამეფო. ქალბატონები არადროს გალუდებიან ბატონებს. პირიქით. ყოველთვის მამაკაცები ელოდებოდნენ მათ. მათი თანამგზავრი მამაკაცები ყოველთვის პუნქტუალურები იყვნენ. რასაც ვერ ვიგეთ ქალბატონებზე. თქვენი ქმარი რით მოგდა? კუჭის აშლობით. საჭმელს სახლში არ ამზადებთ. მასაკვირველია ვამზადებ. რა გქონია რესტორნებში სიარულის ნებასავსავდი? მაშინ რით უნდა მოწამლულიყო? აბა მე რა ვიცი. როგორც ყოველთვის საუბრად სახლში მოვიდა. მას იმერიც არაფერთვის დაუგარებია. და შინიდან დაუნაყრებელი გაუშვით. მე არ გამიშია. თავად ხავსა. შენ 12 საათი დაბრუნდა და მითხრა მუცელი ვკივაო. ალბათ ქალაქში შეჭამარამე. ალბათ. ამალი ძალიან ის კი ლინოლეუმზე გაიშვა. ასე კიდევ გაცილდებოდა. ზუსტად ასე ვიცარი. ლინოლეუმზე არ გასაცარა დაცილდები. მან კი არ მოგწია. რაო? რამბულად. ესე იგი და თქვენ რა უპასუხეთ? რა თქმა უნდა უხარიცხებიათ და საუბრაში ნერგავენ. ქალაქში შემაგეჭამა ჩვენი მოდიჩებოდი. ვიქნა საჭმელი დუელის ბრალია. აი ხომ ხედავთ, მომიზადებათ ერთნაირი იციან. თუ ასე ძალიან უნდა და გასულიყო დუელში, მაგრამ ქალაქში არ უნდა ეჭამა. რა თქმა უნდა, არ უნდა ეჭამა. ვისთან ჰქონდათ თქვენს ქმარს დუელი? მე რა ვიცი? არ ალბათ ვინმე ძმაკაცთან. ალბათ. ყველა უსიამოვნება ხო ძმაკაცების გამოხდება. ეგრო ვიცოდე? აი ხომ ხედავთ რამდენ რამეს ვიმალავე. არა, თუ შიგძიან და იზოლებიან. მithana. ხო, კრუასანი მომიტანე. მე იმ ესეულები. ვიზაშვილს ველოდები. რაღაც არ. თქვენ ვის ველოდები? იშვის. რაღაც იგმიანებს.
ორივე მხოლოდ მათი სასურველი ქალბატონებისთვის გადადის. აი ეს ბარათი დაკუთვნილია ამ ქალბატონებისთვის. შემოც ვირფასო ლოტოსის ყვავი. ერთხელაც მაპატიე შეხვედრა საღამოხანს რომ დაგიტყვი და არა ჩვეულების სამეფო ნაშუა დღევამდე. რას ვამბობდი? და არა ჩვეულების სამეფო ნაშუა დღევამდე. დილით დუელში მომიწევს ბრძოლა ვინმე რომეოსთან და თითქმის შუაგემდე არ მეცლებ. არც იმას გამოვრიცხავ რომ ის მეორე ნახევარში საკუთარ დასაფლავებაზე მომიწიოს ყოფნა. ასე რომ შენთან შეხვედრას ან მხოლოდ საღამოს მოვახერხებ, ან ვეღარ ასოდეს. თუ ვეღარ ასოდეს, გახსოვდეს რომ შენსგან არასდროს არავინ გვარები. შენი დარისთან დაინტერესო მოდით ახლა მეორე ბარათი წავიკეთოთ. აი ამ ქალბატონისთვის რომ არის სარონის ვარდი. ეს აშუახებს შეხვედრის გაცვლად, საღამოხანს შეხვედრა შესაძლოა ხელსა ჩაძლებს. მინდა გითხრა რომ აშუახებს შენთან შეხვედრას ვერ შევძლებ. რადგან ან არ იქნება ან დაჭრით ანდაც სულაც ნერვება შლილი. იმიტომ რომ შუადღემდე დუელში მომიწევს ბრძოლა ვინმე ჩემი დასაფლავება და შუადღემს ჩატარდება ვერც საღამოს ვნახავ. ასეთ შემთხვევაში გახსოვდეს რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსება შენი რომეო. ესეც საინტერესოა. თუმცა თითქმის იგივეს გამეორება. ძალიან სუპარმეგონი ბარათები ამებია. რას
ალბათ ბედნიერი ასი გრამი რომ მოგემატებია. მე ყველაფრის წამლა შემიძლია. რადგან გაზეთების არ მეშინია. მოგიხდება, თუნდაც ნაოჭების გამო. არ ვიცოდი ჩემს გარს. ასეთი ნაოჭებიანი უყვარდა. უყვარდა და მერე როგორ? სამაგიერად თქვენს ხარს არ ცისო. თქვენი ხარი შეხვდა ჩემს ქართულში. პირიქით ვირთისო. თქვენი ხარი შეხვდა ჩემს ქართულში. თქვენს ხარ საიდან გაცნობოდა ჩემს ხარი? თქვენი ხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ Lecz mocno wierzę, że w życiu jak piosenkę ując najszczerzej Bóg złoży w moje ręce. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვიღაც მესამე ყავდათ. როგორ გიქნო? ეს არის ეგ არის საიდან ვერ ხედავ დადები რომ აწვია. ვის გამო? ტრისტანის და რომეოს გამო. რომეოსა და ტრისტანის გამო? ხო, ჩემო ძვირფასო. ორივე საერთო საყვარელი იყო. არც
notte scusa, es notte due, მაგიდას რა სჭირს? მაგიდა წესრიგშია, მაგრამ თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ. არა? არა. რატომ? იმიტომ რომ დაჯავშნულია. ვისთვის? მაგის გამხელა არ ხდება. ვინმე მნიშვნელოვანისთვის? ასე მიმაჩნია. ჩემზე მნიშვნელოვანისთვის? გონებასია. ჩემთვის ასეთები არ არსებობენ. მაგრამ არა ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ჩემთვის არც განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გადაჭდეთ. ლუდი! მესმის. შემიძლია რაღაც გითხრათ? სრულიად საიდუმლოდ. ითხარი. იცით, ჩემთვის სულ ერთია სადაჭდეთ. მაგრამ ეგ ადგილი, სადაც თქვენ ძიხართ. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ძალზედ სახიფათო. რა სისულელეა? როგორც გენებოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მე გაგაფრთხილეთ. ცენტრალურად განლაგებული. როგორ? ცენტრალური, ანუ შუაგულში, ცენტრში და სხვაგვარად არ შეიძლება. რადგან ეს ერთნაირად არის განლაგებული მესამე სართული.
ეს ორი მაგი და ერთმანეთს შეცვლის, ამას კი მესამეც ერთი ვერ შეცვლის. ეს მაგიდები მასთან მიმართებაში გვერდითებია. გვერდითები? გვერდითები. ანუ პერიფერიულები, მარგინალური, გესმის? ცენტრი ერთადერთია და ერთადერთი ცენტრალური მაგიდა ეს არის. რა თქმა უნდა. აი ხომ ხედავ. ეს ადრე რატომ არადროს შემინიშნავს? ერთადერთია, იმიტომ რომ ცენტრალურია და ცენტრალურია, იმიტომ რომ ერთადერთია. შეუძლებელია ტოლობის ნიშანი დაისვას მას და დანარჩენებს შორის. ეს ორი ერთნაირია ერთი მეორის მიმართ, მაგრამ არც ერთი არ არის მესამისნაირი. ამიტომ ეს ის მაგიდაა, რომელზეც დაკავებულებით. ის ან არც ერთი. მე მესმის, მაგრამ ხანდახან გვერდით დამაჯობია. ჩემი მოსახლეობა გასაგებად გაგაცანთ. როგორც გენებოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მე პასუხისმგებლობას ვიხსნი. მაგას თქვენგან არც არავინ ითხოვს. როგორც უკვე შეკვეთილი იყო. არ მახსოვს შეკვეთა მომის დროს. თქვენ არა. იმ ბატონმა შეუკვეთა. თანაც ლუდი, ლუდი, ძალიან ცუდი. მას რა მოგარდა? შამპანი. შამპანური? რატომ გამიგდო? იმიტომ რომ ჩვენი კლიენტები შამპანურს იშვიათად უკეთავენ. მართლა. უფრო სწორედ არც არასდროს შეუკეთავ. და კატაბალახაც. კაცრავად რა? კატაბალახა, წვეთები გულის წამალი. თავ ცუდად ბრძნო? თავს კარგად ვბრძნობ, მაგრამ ალკოჰოლი არ მიხდება. ეგ მხოლოდ კატაბალახა მოგარდა. შამპანური, კატაბალახა, გალის ზიანი. აშ ის მნიშვნელოვანი პიროვნება ეს არის? და უნდა მნიშვნელოვანი პიროვნების და მაგრამ ხილდე ვერ მომიხერხებოდეს. როგორი მნიშვნელოვანია? ხედა იმ ხრიდანაც მნიშვნელოვანი თანხები შეიძლება შეხედა. აქედანაც როგორი მნიშვნელოვანია. ეტა ყანიკანა. როგორი მნიშვნელოვანია. ყოველი მხრიდან მნიშვნელოვანი ბრძანდება. შეიძლება დაბეჭდეს. ხოთ. როგორც ხედავთ, კამი არ მაქვს. არადა ხები მყავს. მეორე ჭიქაც მოგართვა? დაჭირო არ არის, ხოლო მეორე კათხა მომიტანა. ეგეთ მეორე კათხა და მეორე ჭიქა. ვითხარი საჭირო არ არის იმეთ, მხოლოდ მეორე კათხა. ერთი წუთით ახავე.
Non preparami, no te escucha. Mi tęsknoty złej, jak ból okrutnej. Lecz mocno wierzę, że w życiu ja w piosence ując najszczerzej złość złoży w moje ręce. Hej! Hej! არ გახსოვ არ? მე ვარ. ისა. ზოოპარკი, ნიანგები, crocodile. ბუდი? კარგი, ყველაფერს თავიდან გაგახსენებ. ეს ას. შევედი ზოოპარკში. მოელებზე არ მიშდები. იქ მეგობარს უნდა შევხვდები, რაღაც საქმე გქონდა გასაგები. საუბარი ყველაზე კარგად ზოოპარკში შეიძლება, რადგან იქ ყურადღებას არავინ გაქცევს. მეგობარი ჯერ არცაც ჩანდა. მიფიქრე ცოტას დავივლი, დავათვალიერე. მეტი არ გინდა? ზედა ნიანგების აუთან არ აღმოჩნდი? არა, ეს ისე დაიმყვა. თორემ ნიანგებთან თვალში არავის ეცემა. გავარ, ნიანგების აუთან და ერთი ყველაზე დიდი ნიანგი მე არ მომაჭრდა. ზოოპარკი იმისთვისა, რომ ადამიანებმა უყურონ ხეცს, არა ხეცებმა ადამიანებს. არგი, მიყურებს და მობეზრდება. არაფერი, გადის წუთი, 5 წუთი, ის კი ისევ მიყურებს. მე კი ჩემო ბატონო, სულაც არ მიყვარს, როცა ასე მიყურები. და ვეღარ მოვიწმინე. გულზე გავსკდი. რა გინდა შენი? მეუბნები რა გინდა? ხომგეთ ის კი ისე მიყურებს. როგორ გონიათ, მომაშო რა მზერა? არაფერი შეგეშალოს. და ვეღარ მოვიწმინე. ჩავდი წყალში. სუფაჩი ჩავაბრინდი ერთი ხელი ქონდაყმაში წავავლე მეორეზე დაყმაში. გავწიე და გავწიე. გავწიე და არ მოუშ სანამ ტრა ხარ დავაწახებინე. და ეს სადაგობაურად გავხდე და სულით გავაფხობინე. აი ეს როგორ მოხდა? მერე ცხოველი არ შეგეცოდა? შემეცოდა, მაგრამ რას მიყურებდა? აი ამ ყველაფერს ალბათთან რა კავშირი? იქ იყო. სად? ნიანგების აუზის მეორე მხარე, სულ იქ იყო. იქ იყო გამოდის მთელი თქვენი ეს ირობა საკუთარი თვალით უნდას. შეხსენებას რა აწევს? ეგებ და არ ვახსოვა. ასეთ გმირებს არ ივიწყებ. მაშ რატომ არაფერს ამბობს? ეთყობა საქმეები არაფერი აქვს. თავს უმაგრესებ. მაგით სულ ეს იყო. შეიძლება გახსოვდეთ ეს ველური ინციდენტი, მაგრამ არ ამგონია მე გახსოვდეთ. ჩვენი შეხვედრა ნაკლებად დრამატულ გარემოებაში მოხდა. შეიძლება ითქვას სულაც არადრამატულში, თუმცა ის ამბავიც ზოოპარკში მოხდა. ოღონდ არამგონების თანდასწრებით მარტოობის ძიება მიმიყვანა, რადგანაც განმარტოება იქ ყველაზე იოლი. წინ ვიხურებოდი მიწისკენ ირგვლივ არაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ჩაფიქრებული ვიყავი, უფრო კი მოწყენილი ვიყავი. მელანქოლია შეიძლება. ამიტომ უმალო ვერ შევჩი. ჩიტზე უფრო ბუნებრივი რა უნდა იყოს ზოოპარკში, მაგრამ ის ჩიტი
მკვდარი იყო. არც ბალახებში, არც ტოტზე, არც ჰაერში. მიწაში და სრულიად გაუმძლევრდა. ჩიტებისთვის ჩვეულო პოზაში ხოთ გაითვალისწინოთ, რომ ის მკვდარიჩი არც ერთი გალეის მინერალია. ის თავისუფალი ჩიტი იყო. Free bird. და ავი აუწიე და ხეების მეორე მხარეს სკამზე. ქვენი ნაგინა. გამიხსენეთ, ხა? კარგი. იმნიაგებზე ცოტა მეტი წამოვროში. მაგრამ რაც მართალია, მისი მოკოლა მომინდა. ნამდვილად მომინდა. ისო თქვენ სასამართლით. Crocodiles. Birds. But I like monkeys. მიყვარს ყურება, თუ როგორ ჯამენ მაიმუნები? არა. მომინდა, ნამდვილად მომინდა.